გარკვეული პერიოდულობით თითოეული ჩვენგანი დღესაც ესწრება ლხინისა თუ ჭირის სადღა არის, მაგრამ ლხინისა თუ ჭირის ეგრეთ წოდებულ სუფრებს, ეგრეთ წოდებულის გარეშე სუფრებს დაესწრება ხოლმე და იქ ასე მაგალითად ლხინის სუფრებზე არის თამადას ყავს მოადგილე, უმრავლეს შემთხვევაში ასევე მერიქიფე, რომელიც ჩამოასხავს ხოლმე სასმელს, შეავსებს ხოლმე სასმის და 20 კაციანი იქნება 30, 50, 100 კაციანი სადღა ალბათ არ არის, თუმცა როგორ არ არის მეორე მხრივ. ხო, ეს თამადები არიან, რომლებიც სიტყვა უხვნი არიან, ან მჭერმეტყველნი არიან, კარგად საუბრობენ, შეარჩევენ ხოლმე თამადას. ესეთი ინსტიტუცია არ ვიცი ამდენად სწორი სიტყვა, ესეთი ამბავიც დამკვიდრდა ჩვენთანო დაქირავებული თამადებიც არიან. თურმე, რომლებიც მე დავესწარი ერთ-ორ სუფრას, ესეთი მჭერმეტყველი ახალგაზრდა კაცი იყო, ისეთ სიტყვებს წარმოთქვამდა, ისე გამართულად ლაპარაკობდა, ერთის მხრივ გეამებოდა, მაგრამ გესიამოვნებოდა, მაგრამ ხელოვნურობა კი დაჰკრავს ხოლმე ხშირად ამ ყველაფერს. მეც ყოფილ ვარ თამადა, არაერთხელ გაგიმხელთ და ამბობენ რომ კარგი თამადა არის ირაკლიო, დაბლიაშვილიო, თუმცა მე ვერ მღერი, თუმცა აქვე ვიტყვი რაღაც 7-8 ლექსინზე, პირად კი ვიცი 10. და ეს რაღაცა ხუხარე სიტყვები როგორ არ წარმომითქვამს. გრუზინული მეთქი ერთის მხრივ ასე ვიტყვი, მაგრამ აი ბოლო ხანებში ხო კი ვეცადე რომ ცოტა გავევროპელებულიყავი, ხო ცოტა ისეთი ტოლერანტული თამადა ყოფილიყავი, ჰორიზონტალური მართლობა ყოფილიყო იქ ყველასთვის იმეცა სიტყვა. ეს გულახდილად. როგორ სადღეგრძელოებს წარმოთქვამენ ქართველი თამადები დღესაც? მიკითხოთ. ხო, რა სადღეგრძელოებს? უმრავლეს შემთხვევაში ან ძალიან ხშირად ყველა ხინის ყველა სუფრა იხსნება ხოლმე რატომღაც მშვიდობის სადღეგრძელოთი. თუმცა ჩვენს დროებაში ამ მშვიდობამ, ჩემი აზრით, ამ მშვიდობის სადღეგრძელოს, ამგვარი მშვიდობის სადღეგრძელოს ყავლი გაუვიდა. მაშინ, როდესაც ამ სადღეგრძელოს დაედო საფუძველი, ხო, გარკვეული ისტორიული წინაპირობები არსებობდა, მაგრამ ახლა ამ მშვიდობაზე ყურადღების გამახვილება ამ ხელისუფლებისა და გამო ამ ხელისუფლების ქმედების რიტორიკის და გამო რეალურად მარცხთან ასოცირდება. მშვიდობა გარკვეულწილად უდრის მარცხს. ყოველ შემთხვევაში ამათმა იმდენი ჰქნეს, რომ მშვიდობა ცხადია მნიშვნელოვანი, არავინ არ უარყოფს, არავინ ახდენს ამ სიტყვის დევალვირებას, მაგრამ ყავლგასულია, იმიტომ რომ ესენი მშვიდობასა და მარცხს დამარცხებას ერთმანეთს უტოლებენ. არა, დღესაც თამადები იმერეთში ტოლიბაში ჰქვია, ხო? ტოლიბაშები ზემო იმერეთში თუ არ ვწდები. ხო, ისინი წარმოთქვამენ მშვიდობის სადღეგრძელოს. მე დავსწრები ვარ სუფრებს, მე კი არ წარმომითქვამს, მაგრამ მაინც მე არ ყოფილი ვარ ამის ავტორი, რომ პატრიარქის სადღეგრძელოს ვსვავენ, არც თუ იშვიათად. მე არის რაღაც ტრადიციული, ეს რაღაც ტრადიციული, რაღაც 7-8 სადღეგ მეგობრობას ოჯახს გაუმარჯოს, სიყვარულს გაუმარჯოს, ბავშვებს გაუმარჯოს. კიდე რა გახსენ მოგონებებს გაუმარჯოს, ცოტა ისეთია, მოგონებებს გაუმარჯოს, რა ურთიერთობებს იშვიათად სვენია, მაგრამ მოგონებებთან რაღაც კავშირშია და ასე შემდეგ. მაგრამ მე არ ვსვენია პრაქტიკულად არასოდეს, ალბათ მაღალ ინტელექტუალურ წრეებში, ალბათ წარმოვთქვამთ ეს სადღეგრძელოდ, მაგრამ არასოდეს დავსწრები ვარ სუფრას, სადაც ვინმე თამადა ამდგარა და ეთქვას, მოდი გაუმარჯოს შოთა რუსთაველს. მოდი გაუმარჯოს ავტორს სიტყვებისა, დავიწყოთ თუგნებად პროლოგიდან გავიხსენოთ, ხო, რომელმან შექმნა სამყარო. თუგნებად არ გვინდა რომელმან შექმნა სამყარო, ეს ყველა მისით. აი, ავთანდილის ანდერჩია, თუ საწურთო მან დამამხოს, ყოველმან დამამხობელმან. ამ სიტყვების ავტორს გაუმარჯოს, ეს არ მსმენია შოთა რუსთაველს. ავთანდილს გაუმარჯოსო და თინათინს გაუმარჯოსო, არ მსმენია. გავანებოთ დავი შოთა რუსთაველს. გსმენია თუ არა თანამედროვე საქართველოს მათ შორის. დამფუძნებელი მამის და ის დამფუძნებელი მამა ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო. მე არ მსმენი რამდენადაც მახსოვს. ილიას გაუმარჯოს გვარის გარეშე. ხო? ყოველ დღესა შენ თავს კითხო აბა
დღეს მე ვის რა ვარგე ხო ან ჩვენისთანა ბედნიერი არის განა არის სადმე ერი არ მსმენია ამ დიდი ქართველის სადღეგრძელო პრაქტიკულად არასოდეს არა და რატომ მეორე მხრივ ხო გამდიდრებდა ჩვენს ლხინის სუფრებს ხო უფრო სავსენი იქნებოდნენ თანამეინახენი სუფრის წევრები გალები თუ კაცები ბარათაშვილი ერთადერთი რომანტიკოსია ჩვენ სინამდვილეში და ბარათაშვილის მერანი არის სოფლიო შედევრი სოფლიო პოეზიის შედევრი მსგავსი Walt Whitman-ისა არის ბარათაშვილი, ელიოტისა, ედგარ პოსი, ხო, საოცარი პოეტია. მერანი რომ სიზნელე გზისა მოძმესა ჩემსა სიზნელე გზისა გაუადვილდეს. აი მოდი ეს სიტყვები წარმოთქვას ვინმე რომელიმე სუფრაზე თუ სუფრასთან დამადამ. ან აიღოს ვინმე სიტყვა აპატიეთ რა, პატივცემულო ერთ სადღეგრძელოს ვიტყვი და უარს ხوار გეტყვიან და მოდი აი ნიკოლოზ ბარათაშვილს გაუმარჯოს. ქალაქტიონ ტაბიძე კოსმიური მასშტაბის პოეტია. ნახეთ როგორ გამდიდრდებოდა თუ მაინც და მაინც ლექსი არ იცით მისი რომელიმე ტოვებში ამობს ბებერი ქარი ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს წყდება ნანაობს ეთერი ჩქარი ნანაობს ქარი და მიქანო თუ არ იცით ტელეფონები ყველას გიფრიათ ხელთ აიფონები თუ სამსუნგები თუ არ ვიცი სხვა მოდელები და მასქენით რა ჩაიხედეთ და ჩაიკითხეთ მას გახელილი დარჩა თვალები ოხ გახელილი ერდა იგივე სტრიქონი ვეორდება ნახეთ მას გახელილი დარჩა თვალები ოხ გახელილი დარჩა თვალები ის უცხო მხარეს გარდაიცვალა და გახელილი დარჩა თვალები კარგი ეს იქ 3 თუ 4 ადამიანი ვახსენე ხო 4 უზარმაზარი ადამიანი ვახსენე ეს არის შოთა რუსთაველი ილია ბარათაშვილი და გალაქტიონი დღეს 14 ივლისია მაყურებელი შესაძლოა ზოგი მაყურებელი დღეს საღამო ხანს 8 საათისთვის 7 საათისთვის აი ცოტა რომ შეგრილდება ეხლა საოცარი ხვატია სიცხეა ქალაქში მთელ ქვეყანაში შეიძლება სადმე ჩეროში განმარტოვდეს კი არა თავის მეგობრებთან ერთად რაღაც ლხინს მიეცეს ანუ სუფრა იყოს შეიძლება მრავალ სართულიანი ან ერთ სართულიანი დაბადების დღე ასე მაგალითად ვინმეს დღეს ორშაბათია ქორწილები არ არის რამდენადაც ვიცი თუმცა ახლა ამ ბოლო პერიოდში ორშაბათობითაც არის ხოლმე მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში შაბათ-კვირას არის ეს ქორწილები და აი დღეს ორშაბათია და შესაძლოა სამეგობრო შეიკრიბოთ სახელდახელო დასხდეთ წვადი შეწვათ აგარაკზე სადმე და მოილხინოთ იჭუკჭუკოთ პოლიტიკაზეც ისაუბრებთ ცხადია და ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ სადღეგრძელოებსაც შესვავთ არ ვიცი შესაძლოა მშვიდობისაც შესვათ დღეს 14 ივლისია და მე მინდა გკითხოთ რატომ არ შეიძლება რომ და ეხლა მე ჩავიკითხავ ამდენიმე წინადადებას თქვათ სადღეგრძელო კაცისა რომელიც ასეთ რამეს წერს მაგალითად დღემდის ჩვენ ცხრები ვიყავით და ვართ კიდეც ხოლო ვინც მგლები არიან ეს თქვენც კარგად იცით ჩვენ ვიტანჯებოდით ვირბეოდით და ამ რბევა ძარცვამ გვაფიქრებინა მოგვემართა ერთობისათვის ერთი პირი ერთი ფიქრი მოგვეპოვა და ამით შეგვეზინა ძალა მანამდე ვიდრე ამაზრს განავითარებს ავტორი წერს მაგარი ის არის რომ გლებს ასე არ ესაჭიროებათ ერთობა როგორც ცხრებს ისე არ ესაჭიროებათ ერთობა როგორც ცხრებს რადგან თითოეულ მგელს საკმაოდ ძალა აქვს ცხრებთან საბრძოლველად ძალა რასაკვირველია ფიზიკური რომელსაც ისინი ხმარობენ ცხრებზე ცხრების ძლიერება კი ერთადერთი ზნეობრივი ძალა სხვა რამესაც წერს ამ სიტყვების ავტორი და მაგალითად ამას არ მინდა
ვილოსო ის შვენივრად მორთულ მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ლოცულობ. იქ ვინა ნახა თავისუფლება. სასა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან. არც მასწავლიან, არც მეუბნებიან, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ. რა გული უნდა მქონდეს მაშინ, რას უნდა ვგრძნობდეთ, სხვას არაფერს გარდა ზიზღისა, ძულვარების, ანუ ჩემი მოგონილი არ არის ეს. ამას იდა თქვი რომ ზიზღი მაქვს მეთქი რუსეთის ფედერაციის მიმართ, მეთქი არსებითად კი არა, ნამდვილად მასზე წერს ავტორი. ზიზღისა, ძულვარებისა, მოწამლულ მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიზულვილს და წყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორი აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას შეუმუსრო ისინი. ამ სიტყვების ავტორის სადღეგრძელო თამადანო, თამადებო, ვინც დღეს იქნებით საღამოს 7-8 საათზე რომელიმე სუფრის ხელმძღვანელები, ლიდერები, მეგობრებისა, ასე მაგალითად, ნათესავებისა, ასე მაგალითად, ახლობლებისა. რატომ არ შეიძლება რომ ამ კაცის სადღეგრძელო დალიოთ? ხომ გაამდიდრებთ სუფრას. რას თხოვულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? მე აი გადავფურცლე არასწორად ჩავსკროლე პირველი რაც მომხდა იმას ვკითხულობ. თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ახვნებდეს. მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის. მაშასადარი მხოლოდ ამაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის სილაპარაკოს წერო აკეთო არა, უნდა ყოველ სიტყვას და მოქმედებას საერთო საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად. ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისთვის. ყველა ჩვენგანი ხალხისთვის მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება, იგი იქცევა მტარვალობად, ხო არ გახსენდებათ ვინმე ბოდიშს ვიხდი. ამ თავისუფლებას მისას მტარვალნი 1000-ნაირს ჯაჭვ-ბორკილს სჭედენ, ხაფანგებს, გაზებს, თავში სცემენ კვერებს და სარჩობელის ბოძებს დგამენ. ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულ შხამ ნაღველს საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ვინმე ხომ არ გახსენდებათ მართლა, მე გვარსახელებს არ ვასახელებ. მაგრამ აი რაღაცა პარალელებს ხო არ ავლებთ დღევანდელობასთან. ამ კაცის სიტყვები ხომ არ ესადაგება ეთანადება ჩვენს დღევანდელობას. გადაფურცლავ ისევ. ხალხის მართველნი, რომელიც ამ უაღრეს უგუნურებას შვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ხწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჭავია შინაურობაში და რა თქმა უნდა, ბეჭავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლოდ. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები კი შემოიმტრია. მაშასადამე თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი და ასე შემდეგ. და ბოლოს მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა და კიდევ ბევრი ციტატის მოშველიება შეიძლება პუბლიცისტური წერილიდან რა არის თავისუფლება ავტორს ოდნავ მოგვიანებით 50-60 წამში მაქსიმუმ 2 წუთში გაგიფხავთ. მანამდე კი ვიტყვი, აი თამადა ხარ ახლა შენ შემომაყურებელო დღეს საღამოს. მე მიყურებ საშუალოდ 5, 7, 10,000, უკეთეს შემთხვევაში კი არა კარგ დღეებში 20,000 მაყურებელი. ერთი რომელიმე თამადა
როგორ არ გამოერება, ბოდიშ ვიხდი, YouTube-ს აქვს ესეთი ალგორითმი კი არა, ესეთი სისტემა შემუშავებული ალგორითმი. ხო, რომელიც აჩვენებს რამდენმა მამაკაცმა გიყურა პროცენტულად და რამდენმა ქალბატონმა ნახა შენი ესა თუ ის ვიდეო. ბოლო მონაცემებით 65% მიყურებს მამაკაცი, 35% კი ქალი. მეცაც გეტყვით, ასაკობრივი ჯგუფი, ვინც მე მიყურებს, არის ამგვარი. უმეტეს შემთხვევაში მიყურებენ 55-დან 65 წლამდე და 65 წლიდან და უფრო ზემოთ მაყურებლები. ანუ ახალგაზრდები 17-დან 18-ები ასეა, შემიძლია ჩავხედოთ 17-დან 25-მდე 18-ები ნაკლები მიყურებს, 25-დან 35-მდე 18-ები მეტი მიყურებს და ასე შემდეგ და ყველაზე მეტი წილი მაინც მოდის აი საშუალო ასაკის მამაკაცებზე 65%-ია. მეთქი აკი გითხარით. აი ამ 65%-დან დაახლოებით ესე 5000-დან ვიანგარიჩოთ თუ გდებავთ 60% რამდენია 3000 კაციდან ერთი კაცი როგორ არ იქნება ვინც დღეს თამადაა საღამო ხანს. და მე მინდა გთხოვოთ გავიდა ის 2 წუთიც. მაინც და მაინც კი არ გახსნათ ეხლა და რა არის თავისუფლება კი არ ჩაუკითხოთ თქვენ იმ პირებს ვისთანაც იქნებით ხინის სუფრაზე თუ სუფრასთან, არამედ თქვათ რომ მოდი აი 5 სადღილზელოს გიკარდახებთ. თუ გნებავთ 1 სადღილზელოში გავაერთიანოთ. მოდი გაუმარჯოს, ბოდიშ ვიხდი, მოდი გაუმარჯოს შოთა რუსთაველს. და მე გახსედით ამ თანდილის ანდერძი, ან დასაც კი პროლოგიდან დაიწყეთ. თელში ნარს რომ მოყვებით ხა მაინც და მაინც გინდა პროლოგისა და გინდა ავთანდილის ანდერძისა და შოთა რუსთაველს გაუმარჯოსო თქვით. ასევე მე მოხევით, აი დიდი ქართველები და დავით გურამიშვილს გაუმარჯოს. სულხან საბას გაუმარჯოს. მე მოხევით და ესე იგი უკვე შემდგომ დავით გურამიშვილს სულხანს საბა მე ნიკოლოზ ბარათაშვილს გაუმარჯოს. ბარათაშვილის შემდეგ უთუოდ უნდა ახსენოთ დიდი ქართველი ილია ჭავჭავაძე. ხო, შეგიძლიათ ახსენოთ იქვე აკაკი წერეთელი, რასაკვირველია. აი ახლა ვისი სიტყვების საგიკითხეთ რა არის თავისუფლება, ხო? ამ სიტყვების ავტორის მიუახლოვდით, ხო? მისი ვინაობა უნდა გაგიმხილოთ. პრინციპში ბევრი თქვენგანი მიხვდებოდა, მაგრამ მაინც. ხო, ამ სიტყვების ავტორ ვაჟა-ფშაველასაც გაუმარჯოს. როგორ არ უნდა გაუმარჯოს? აბა, არ უნდა გაუმარჯოს. ანუ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, მერე შეგიძლიათ ახსენოთ უკვე სხვა დიდი ქართველების ცხადია, ასაკვირველია, მაგრამ ასევე შეგიძლიათ ახსენოთ უკვე 1892 წელს დაბადებული გალაქტიონ ტაბიძე 1959 წელს მარტში მან მოიკლა თავი და დღევანდელი კიდევ ერთი იუბილარი, ეგრა მაგის პასუხია რომ არ დამავიწყდეს კაიხოსრო კაკუსა ჩოლოყაშვილი. ესენიც უნდა ახსენოთ. და ნახეთ როგორ გამდიდრდება თქვენს მიერ როგორ გამრავალფეროვდება თქვენი სმიერ წაყვანილი სუფრა, ხინის სუფრა. რამდენად კარგ თამადად მიგიჩნევენ და სხვაგანაც დაგვადიშებენ, რა გინდათ საბოლოო ჯამში, მაგრამ მაინც. ხო, იმიტომ კი რომ ჩამოგატარებენ როგორც თამადას, მაგრამ აი თქვენი სუფრა კი სუფრებისაგან გამორჩეული კი იქნება. სიტყვები რომლებიც წაგიკითხეთ, რა არის თავისუფლება? არის ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი. აქაური ბანდა ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს პერსონალურად არ დავასახელებს ხადია, მაგრამ თითქოს ისე არის, რომ ყველა სიტყვა, ყველა აზრი არა მხოლოდ ამ პუბლიცისტურ წერილში დატანილი, არამედ ბევრგან სხვაგანაც, ხო, თითქოს ეთანადება ჩვენს ესადაგება, ეთანადება, შეეხება ჩვენს დღევანდელ ყოფას. თავისუფლება რა არის? ვაჟა-ფშაველა ხსნის ყველაზე უკეთ. თავისუფლება რა არ არის? ამას ვაჟა-ფშაველაც ხსნის ამავე წერილში და ამას გვაჩვენებს ყოველდღიურად, მე დაკბილით ვარ დავასახელებ მეთქი, ამიტომ არ ვიტყვი ვისი, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ბანდა. ნახვამდის.